მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის და ესეთი აქტიურობისთვის. ვისაც არ გქონთ ჩემი გვერდი გამოწერილი და უყურებთ ხოლმე ჩემს ვიდეოებს, გამოიწერეთ გვერდი, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს კიდევ ჩემი ვიდეოები. ასევე გავაჟღერებ ფასტეკლებას სრულ გაშლაზე, ანუ სრული გაშლა ერთ საკითხზე 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი იქნება ერთი კვირის განმავლობაში დღეიდან. უკვე გვიანია და ხვალიდან. ამიტომ ხვალიდან იგულისხმეთ მეგობრებო, ერთ საკითხზე 70 ლარი ერთი კვირის განმავლობაში. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა და საკითხი იქნება ესეთი. თქვენს პირად ცხოვრებაში ვინ მოიჩქარის უახლოეს მომავალში, ესე ვიკითხოთ. ვინ მოიჩქარის თქვენს პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა მიყურებთ, ვინ გამოჩნდება უახლოეს მომავალში. აქ მართლა ვიღაც მოდის. აქ მეგობრებო, თქვენთან, თქვენს პირად ცხოვრებაში არის როგორი სიტუაცია, იცით? დაუშვათ ადრე თუ გქონდათ რაღაცა საკითხზე პირად ცხოვრებაში ნერვიულობა, განცდები, ძალიან ისეთი სტრესი გადაიტანეთ თუნდაც, ახლა საკმაოდ ისეთ დაბალანსებულ, ჰარმონიულ მდგომარეობაში ხართ. თითქოს გადალახეთ ეს თქვენი რაღაცა პრობლემური სიტუაცია პირად ცხოვრებაში, აღარ ფიქრობთ და აღარ განიცდით ამ ყველაფერზე და ზუსტად ამ დროს, როგორც ხდება ხოლმე ძირითადად, ის პიროვნება, ვის გამოც იყავით თქვენ ამ დღეში, ის არის ზუსტად ახლა ამ დღეში, როგორც თავის დროზე თქვენ იყავით, ის გრძნობს ახლა რაღაც დანაკარგის შეგრძნება აქვს, შინაგანი სიცარიელი შეგრძნება აქვს ამ პიროვნებას, ძალიან დიდი ეჭვები აქვს ამ ადამიანს, არ ვიცი რის გამო. და ეს ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში იმის გამო, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და კამაყოფილების შეგრძნება გქონდეს. ანუ ისევ აღადგინოს თქვენთან ურთიერთობა სულ თავიდან, მაგრამ უფრო ისეთი მყარი გაგრძელებით. რაღაცა პატარა შემოთავაზებით მოდის ეს ადამიანი, მაგრამ შეიძლება უბრალოდ როგორ ხარ მოგწეროთ, მაგრამ გაგრძელება გქონდეს ისეთი, რომ მიხვდებით, რომ ამ ადამიანს უნდა გაგრძელება და უფრო სტაბილურად გაგრძელება. მაგრამ საქმე იმაში არის, რის გამო დგამს ეს ადამიანი ამ ნაბიჯებს. ზოგადად ყველა ადამიანი მხოლოდ სხვას არ უკეთებს რაღაცა სიკეთეს. მე ჩემი ზედა მეზობლიდან ისეთ ხმები ჩამოდის, მეგობრებო, თუ ისმის, არ შეიმჩნიოთ. ზოგადად ადამიანები იმას ვამბობდი, რომ თუ რამეს აკეთებენ, პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებენ და ამ შემთხვევაშიც არის ესე. ის თვითონ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ვეღარ უძლებს ამ ყველაფერს და უნდა რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და შანსი რითიც გამოვა ამ მდგომარეობიდან ხართ თქვენ. თქვენთან მოვიდეს, თქვენთან სტაბილური ურთიერთობა შექმნას, მაგრამ ცოტა
ვფიქრობ, რომ შეიძლება ეჭვით ეპარება რამდენად გამოვა ეს ყველაფერი ამ ადამიანს და ფრთხილობს. ეჭვებში არის ნამდვილად დარწმუნებული არ არის, რომ თქვენთან ეს ყველაფერი გამოვა. მაგრამ სურვილი აქვს, აი ეს ადამიანი, ესეთი პიროვნება თუ გყავთ ვინმე, ვისთანაც გაკავშირებთ ასეთი წარსული, თუნდაც უახლოესი წარსული, იცოდეთ, რომ ის რა დღეშიც თქვენ იყავით, ადრე, ეხლა თვითონ არის ამ სიტუაციაში და უნდა რომ კმაყოფილების შეგრძნება დაიბრუნოს. ამ წუთას არ აქვს ეს და რითიც დაიბრუნებს არის ის, რომ თქვენთან აღადგინოს ურთიერთობა. აი ესე. მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში? თქვენს პირად ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში. კი მიწერთ ხოლმე მეგობრებო, რომ ძალიან ჩუმად საუბაროა და ხმა არის მისო, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი ხმის ტემბრი მაქვს. ძალიან ხმამაღლა ბევრს საუბრობ. კიდევ ვინ მოდის თქვენს პირად ცხოვრებაში, უახლოეს მომავალში, ვინ გამოჩნდება? აქ იცი რა არის, ახლა რასაც ვუყურებ, ძირითადად აქ პირველი ნამდვილად არ იქნება ახალი ადამიანი. მაგრამ ეს პიროვნება, მეორე თვინც ვიკითხე, აქ ვიღაცასთან რეზონირდება ისე, რომ შეიძლება იყოს ახალი ვიღაცასთან, ვიღაცასთან არ იყოს ახალი. ყოველ შემთხვევაში პიროვნება, რომელიც რაღაც დროის მანძილზე საერთოდ გატრიალებული იყო გრძნობებისგან, არ სურდა ეს ყველაფერი, ესეთი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, რომ რომანტიული გრძნობები გაამჟღავნოს. სურვილი გაუჩნდება, რომ რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს თქვენთან ერთად, რადგან თქვენ მასზე ძალიან ისეთი ზეგავლენა გექნებათ. სურვილი გაუჩნდება რაღაცა რომანტიული შეხვედრების, მიმოწერის, ემოციების გაცვლის. მაგრამ ვისთანაც ვიღაცებთან რეზონირდება ისე, რომ ადამიანი, რომელიც წასული იყო თქვენგან, ეს ადამიანი არჩევას გააკეთებს და რაღაცებს გეგმავს ახლაც რა, უკვე გეგმებშია, საკმაოდ აქტიურ გეგმებშია ეს პიროვნება. კი, გატრიალებულია, მაგრამ ისევ უნდა მოტრიალება. ისევ უნდა მოტრიალება, რადგან ხდება, რომ მასზე, იცით როგორი ისეთი ბევრს ნიშნავთ მისთვის და ძალიან ისეთი გავლენა გაქვთ ამ ადამიანზე, რომ სურვილი უჩნდება, რომ თქვენთან რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყოს, ძალიან მყარი ეტაპი დაიწყოს და გამოამჟღავნოს თავისი გრძნობები. თუ ადრე არ გიმჟღავნებდათ და არ გეუბნებოდათ თავისი გრძნობების შესახებ, ახლა სურვილი აქვს, რომ ეს ყველაფერი გაგიმჟღავნოთ, გითხრათ და თქვენგანაც იგივე მიიღოს. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ თქვენს პირად ცხოვრებაში, ვინც ახლა მიყურებთ, ვინ შემოვა უახლოეს მომავალში?
მეგობრებო, თქვენთვის ძალიან მოულოდნელად, აი საერთოდ რომ არც ელოდებით, ისე შემოვარდება, შემოქროლდება თავისი რაშიც ადამიანი, რომელთანაც ჯერ იმას დავახასიათებ, ხო, ადამიანი, რომელიც საკმაოდ ისეთი იმპულსური შეიძლება არის, ადამიანი, რომელიც ბევრს დადის, შეიძლება მოგზაურია, ან ისეთი სამსახური აქვს, რომ სულ გადაადგილებაშია რაღაც აი ესეთი ტიპის ადამიანი იქნება, ვინც შემოვა თქვენს ცხოვრებაში. და თქვენ მასთან იგრძნობთ თავს ძალიან დაფასებულად, მეგობრებო, ძალიან მყარად და იცით როგორ, აი კმაყოფილების შეგრძნება გაგიჩნდებათ. ეს ადამიანი შეიძლება ცოტა ასაკში თანხმად არ გქონდეთ ამ ადამიანთან. თქვენ იყოთ თუ ქალები მიყურებთ, თქვენ იყოთ უფრო დიდი და თუ მამაკაცები, თქვენი ქალბატონი იქნება უფრო ასაკით დიდი თქვენზე და ეს თქვენ იგრძნობთ თავს ძალიან ესე სავსედ. აი ახლა თუ გაქვთ ცოტა რაღაცა ესეთი კომპლექსები საკუთარ გარეგნობასთან, რაღაცა ქცევებთან, რაღაცა გინდათ რომ უფრო მეტად ისეთი იყოთ თამამი და ვერ ხართ და ასე შემდეგ, იცოდეთ რომ ამ ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში აი ესეთ სიკეთეებს, რაც შინაგანად გაქვთ და ცოტა გაკომპლექსებთ ამ ყველაფრის გამოჩენა, ამ ადამიანის მოსვლა თქვენს ცხოვრებაში წინ წამოწევს თქვენში აი ასეთ დადებით თვისებებს. თქვენი თავის საუკეთესო ვერსიისკენ წაგიყვანთ ეს პიროვნება. და ეს ძალიან კარგი მომენტია, როდესაც ისეთი პარტნიორი გყავთ, რომელსაც შეუძლია თავისი ქმედებებით და თავისი თქვენ ცხოვრებაში ყოფნით გიბიძგოთ წინსვლისკენ და იმისკენ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია შექმნათ. წარმატებისკენ რო გიბიძგებთ ადამიანი, ეს არის ყველაზე კარგი და მყარი პარტნიორობის გარანტია. ხო. და ამ ადამიანთან გექნებათ ნამდვილად ახალი დასაწყისი. თან როგორი დასაწყისიც, აი ფონი ისეთი აქვს. დაბალანსებული ურთიერთობა იქნება, მოკლედ, ანუ აქ არ იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც აი ერთი მეც გაასცემს მეორე ნაკლებს და ერთი იტანჯება ურთიერთობაში, მეორე კარგად გრძნობს, იღებს მისგან ენერგიას და ამ ენერგიით ენერგოვამპირია და ნარცისია და კარგად გრძნობს თავს, მხოლოდ თვითონ და სხვა არ აინტერესებს, პარტნიორი არ აინტერესებს, ესეთი ურთიერთობა არ იქნება. ეს იქნება სრულიად დაბალანსებული ურთიერთობა. რასაც გასცემთ, შეიძლება იმაზე მეტი მიიღოთ, თუ მეტი არა, იგივეს ნამდვილად მიიღებთ. და ეს ნამდვილად კარგია ურთიერთობაში. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში მე ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ან თუ იცანით აქედან რომელიმე პირველში განსაკუთრებით უფრო იგრძნობოდა წარსული ადამიანი. ხო და მითხარით აბა, ვისზე რეზონირდება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩემს ფასდაკლებას ერთ სრულ გაშლაზე, ანუ ერთ თემაზე იქნება 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი. ერთი კვირის განმავლობაში. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო, შვიდ ღამეს გისურვებთ ყველას დროებით.